მოგესალმებით. ეს გახლავთ რიგით მეორე ვიდეო. დღეს ჩავწერ წინა ვიდეოს თემის გაგრძელებას. ხოლო წინა თემა გახლდათ ნაადრევი დაბერების მიზეზები და პრევენცია. ბევრი ვისაუბრეთ პრევენციის შესახებ, მაგრამ ყველაზე მთავარი პრევენცია ეს გახლდათ ცოტა დიდი თემა და გადავწყვიტე რომ ცალკე ვიდეოს სახით შემომეთავაზებინა. ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება და ყველა დამეთანხმებით, რომ მთავარი პრევენცია ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებისთვის ან უკვე დაბერების ნიშნების გაჩენის შესამცირებლად არის სახის კანის სწორი მოვლა და ყოველდღიური რუტინა, რომელსაც ჩაიტარებთ სწორად. ვფიქრობ, ეს ის თემაა, რომელიც ბევრმა ქალბატონმა არ იცის, რადგან ეს არც სკოლაში უსწავლებიათ ჩვენთვის, არც უმაღლეს სასწავლებელში. თუ სახლში ამ კუთხით არ ყავს პროფესიონალი სპეციალისტი, ვერც ოჯახში ვერ ვისწავლით სწორად, ამიტომ მხოლოდ ერთეულები არიან, ვისაც ყავთ საკუთარი ან სილამაზის კონსულტანტი, ან კოსმეტოლოგი და მათი რჩევებით ახერხებენ კანის სწორად მოვლას. მაგრამ ამაშიც დამეთანხმებით, რომ ადამიანები, ვისაც ყავთ საკუთარი კოსმეტოლოგები, ძირითადად პრობლემური კანი აქვთ და პრობლემებიდან გამომდინარე აკითხავენ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს, მაგრამ რაკნარი ქალბატონებმა, ვისაც არ აქვს პრობლემური კანი, უკვე დაუდგა შუახნის ასაკი, ან თუნდაც უკვე გაუჩნდა პირველადი მიმიკური ნაოჭები. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც დავისახე მიზნად მსგავსი ვიდეოების ჩაწერა. ჩემი სურვილია ყველა ქალბატონს, ვისაც მივაწვდე ხმას და ვინც შეძლებს ჩემი ვიდეოს ნახვას, ვასწავლო კანის სწორად მოვლა. პირველ რიგში ქალმა უნდა იცოდეს თავისი კანის ტიპი, ხოლო შემდეგ უნდა იცოდეს თუ რა კოსმეტიკა მოიხმაროს და კონკრეტულად რა კოსმეტიკა სჭირდება მის კანს. არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად შეიძინოთ ეს კოსმეტიკა. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ კონკრეტულად რომელი კოსმეტიკა სჭირდება თქვენს კანს, რომელი პროდუქტები, რომ არ გააკეთოთ ტყუილი დანახარჯები. ძალიან კარგია სახლში ყოველდღიური მოვლა, სახლის ყოველდღიური რუტინა, მაგრამ დამეთანხმებით იმაშიც, რომ პერიოდულად საჭიროა ვესტუმროთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს, სადაც უფრო ღრმა და უფრო ეფექტურ პროცედურებს ჩაგვიტარებენ, რადგან ყოველდღიური მოვლით შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება. სანამ გადავარ ძირითად თემაზე, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი YouTube-ზე, მოიწონოთ ვიდეო და ეცადეთ გაუზიაროთ სხვებსაც. დავიწყოთ. პირველ რიგში მოიმარჯვეთ საწერი კალმები, მოიმარჯვეთ მკვლელები ან ფუძლები და დაიწყეთ ჩაწერა. თავიდან ცოტა რთულია, ყველაფრის ერთად ამახსოვრება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი რასაც ახლა ჩამოვთვლი, რომ გადავიდეთ ჩვეულებრივ რუტინაში და ჩვევაში, ამისთვის გჭირდება ზუსტად 21 დღე. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რასაც აკეთებს 21 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩვევაში გადასდის და საერთოდ აღარ წარმოადგენს მისთვის დისკომფორტს, არანაირი ქმედება. ჯერ ჩავიწეროთ 5 ეტაპიანი სახის მოვლა ყოველდღიური, ხოლო შემდეგ უკვე გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომელიც უნდა გამოიყენოთ. ჯერ მოკლე პუნქტების სახით ჩამოწერეთ ეს 5 ეტაპი. პირველი გახლავთ დაბანა, მეორე გახლავთ აქერცვლა, მესამე ტონიზირება, მეოთხე დატენიანება, ხოლო მეხუთე დაცვა. პირს ვიბანთ აუცილებლად დღეში 2 ჯერ. დილას და საღამოს, მაგრამ თუ დღის მანძილზე მოხდება გაუფლიანება, კანის ან დამტვერიანება, აუცილებელია სასწრაფოდ მოვიცილოთ. რაც შეეხება დასაბან საშუალებებს, არსებობს სხვადასხვა სახით. ეს გახლავთ გელი დასაბანი, ან ქაფი, ან მუსი. ეს სამივე რაც ჩამოთვალე არის კომბინირებული ან ცხიმიანი კანისთვის, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევაში არსებობს მშრალი კანი და მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან იშვიათ შემთხვევაში არსებობს, შეიძლება მილიონიდან ერთხელ ჰქონდეს მშრალი კანი. და ასეთი კანისთვის არსებობს დასაბანი რძე, ლოსიონები და კიდევ არსებობს რახან მილიონში ერთხელს აქვს მშრალი კანი, ალბათ დაინტერესდებით, რატომ გამოდის მაშინ ამდენი მშრალი კანის დასაბანები, მაგრამ არსებობენ ქალბატონები, რომლებმაც უკვე გაიარეს კლიმაქტერული ასაკი და ზოგს ამ დროს ეწყება კანის გამოშრობა ცხიმის ხარჯზე და ამ შემთხვევაშიც ასეთი ქალბატონებმა უნდა მოიხმარონ რძის ან ლოსიონის სახით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იშვიათად ხდება ეს. რახან შევეხე კანის ტიპებს, კიდევ უფრო დაწვრილებით მინდა ამის შესახებ ვესაუბროთ. თუ გაინტერესებთ, რომელი კანის ტიპი გაქვთ, აუცილებლად აიღეთ სარკე, ძალიან ახლოს ჩაიხედეთ და დააკვირდით, თუ სადმე კანზე გაქვთ ფორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფორიდან გამოდის ცხიმი, კანის ცხიმი და ვინაიდან კანის ცხიმი აღმოაჩინეთ, რომ გამოდის, ესე იგი გაქვთ კომბინირებული კანი. რატომ კომბინირებული? იმიტომ რომ ფორები ლოკალურად არის სახეზე და არა მთლიან სახეზე. ამიტომ რახან
ვთქვათ, ზოგს აქვს ტეზონაზე, მთლიან ტეზონაზე, ანუ შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, ფორები. ზოგ შეიძლება მხოლოდ ცხვირზე კონდეს, ზოგ შეიძლება მხოლოდ შუბლზე კონდეს. მოკლედ, სადაც პოულობთ ფორს, იქ არის ცხიმი. და ის ადგილი არის ცხიმიანი, მაგრამ დანარჩენ სახეზე, სადაც არ გვაქვს ფორები, შეიძლება ეს ადგილი იყოს ნორმალური, ამიტომ ვეძახით კომბინირებულ კანს. თუმცა არსებობს კანი, რომელიც მთლიანად ცხიმიანია და ასეც კომბინირებულსაც არ ვეძახით, პირდაპირ ცხიმიან კანს ვეძახით. მთლიანად ცხიმიანი კანი შეგიძლიათ მიხვდეთ, ვისაც აქვს ის იმან თვითონაც იცის, იმიტომ რომ დილით იღვიძებს ესეთი პრიალა სახით, მთლიან სახეზე აქვს ცხიმი და ძალიან ადვილი დასადგენია. რაც შეეხება მშრალ კანს, როგორც ვთქვი უკვე, მილიონიდან ერთხელ ბატონს აქვს და მშრალი კანის ამოცნობა მხოლოდ ესე შეიძლება, მასზე საერთოდ არ არის ფორი, მაგრამ შეიძლება ნორმალურ კანზეც არ იყოს ფორი და განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნორმალური კანი არის რბილი, ნაზი, ფაფუკი და მშრალი კანი, სადაც ფორი არ არის, არის ძალიან სქელი და ვერც კი შეძლებთ მშრალი კანის შემთხვევაში კანის ხელში დაჭერას. ვერ მოიგდებთ კანს ხელში, მთლიანად სქელი მასა ხდება ხელში. აი ესე ადვილი დასადგენია მშრალი კანი. ეხლა რაც შეეხება სიმშრალის შეგრძნებას, რის გამოც 99.9 ადამიანს გონია რომ აქვს მშრალი კანი, ეს არის სიმშრალის შეგრძნება და მოჭიმვის შეგრძნება დაბანის შემდეგ. ხომ ეთანხმებით? თუ დაბანის შემდეგ გაქვთ მოჭიმვის და სიმშრალის შეგრძნება, ეს არის უტყუარი ნიშანი, რომ თქვენ გაქვთ კომბინირებული კანი. და მაშინ მკითხავთ, რატომ გაქვთ სიმშრალის შეგრძნება. იმიტომ რომ ცხიმის ფონზე ძალიან სწრაფად გროვდება მკვდარი უჯრედები. ფორებიდან გამოსული ცხიმი ყოველდღიურად აშრევებულ მილიონობით მკვდარ უჯრედს იწებებს და წარმოქმნის მილიონობით და მილიარდობით მკვდარი უჯრედების შრეებს, რომელიც თქვენი თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკმარისია, რომ ძალიან დიდ რაოდენობას მიაღწიოს ამ შრეებმა, უკვე ცხვირის, ირგვლივ და სხვა ნაწილებშიც აქერცვლის სახით დაინახავთ. ეხლა რატომ მკვდარი უჯრედები რა შუაშია სიმშრალის შეგრძნებასთან? მკვდარი უჯრედი უკვე ნიშნავს, რომ მკვდარია, მშრალია, არის გაუხეშებული და როდესაც კანიდან გამოსული ცხიმით იჟღინთება, საერთოდ არ გრძნობთ დისკომფორტს, მაგრამ საკმარისია პირი კარგად დაიბანოთ, ცხიმი წაართვათ ამ მკვდარ უჯრედებს და მაშინათვე დაეწყებათ მოჭიმვა, გამოშრებიან, იწყებენ აქერცვლას ცხვირის ირგვლივ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ახლავს დისკომფორტი და აი ამ დისკომფორტს თქვენ ეძახით სიმშრალეს. ახლა ზუსტად ვიცი შემედავებით, რადგან იქნებით ისეთებიც, რომლებმაც მიმართეთ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს, ან აპარატურით შეიმოწმეთ კანის ტიპი და ითხრეს, რომ გაქვთ მშრალი კანი. მაგრამ არსებობს კანის ტიპის განსაზღვრა ტენიანობის ხარჯზეც. შეიძლება კანი იყოს მშრალი ტენიანობის ხარჯზე, ტენისგან გამომშრალი, მაგრამ როდესაც პროდუქტს ყიდულობთ კოსმეტიკურ საშუალებებს და აწერია კომბინირებული კანისთვის, მშრალი კანისთვის, იქ არ გულისხმობენ ტენიანობას, იქ გულისხმობენ მხოლოდ ცხიმიანობის ხარჯზე სიმშრალეს, ან ცხიმიანობის ხარჯზე კომბინირებულია კანი თუ ნორმალური თუ მშრალი. ასე რომ ჩაიხედეთ კარგად სარკეში, მოძებნეთ ფორები. ყოველ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ გაქვთ კომბინირებული კანი და შემდეგ თუ გაქვთ სახში კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც იყენებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ რა აწერია მათ. კომბინირებული კანი აუცილებლად უნდა დაიბანოთ ან გელით, ან მუსით, ან ხაფით, კონკრეტულად კომბინირებული კანის დასაბანებით. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აქერცვლას. წეგან ვახსენე მკვდარი უჯრედები. მოკლედ, კანის ნომერ პირველ მტრად შეიძლება მივიჩნიოთ კანის ცხიმი. ხოლო ნომერ მეორე მტერი ეს გახლავთ მკვდარი უჯრედები. ანუ დაბანა ხდება პირველ რიგში ამ ორი მტერის მოსაცილებლად. დანარჩენი, რაც შეეხება მტვერს, რაც შეეხება ოფს, რაც შეეხება შლაკებს, ტოქსინებს, რაც მთელი ღამის განმავლობაში თქვათ კანის მეშვეობით გარეთ გამოედინება, ეს დანარჩენი მიზეზია დაბანის, მაგრამ პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ცხიმის და მკვდარი უჯრედის მოცილება. ვინაიდან ეს ორი მტერი ერთმანეთთან შერევის შემთხვევაში წარმოქმნის ძალიან სქელ აპკს კანზე, რაც ხელს უშლის კანში ჟანგბადის შეღწევას, ასევე ხელს უშლის ეს სქელი აპკი კოსმეტიკური საშუალებების ჩასვლას კან ქვეშ. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებს, კარგ საშუალებებსაც, მაგრამ ეფექტი ნაკლებად აქვს სხვებთან შედარებით. რამდენადაც კარგად არ უნდა ვიბანდეთ პირს და სწორად დილას აღამოს. არ არის საკმარისი. მკვდარი უჯრედებისთვის აუცილებელია კვირაში ორჯერ რბილი სკრაბების გამოყენება. რბილი სკრაბები შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან წინა ვიდეოში ნახსენების სტრესი, რომელიც პირველ რიგში აბერებს ჩვენს კანს, შეიძლება მოგვაყენოს უხეშმა სკრაბებმა. ამიტომ დღევანდელ დღეს მიზანშეწონილი არ არის უხეში ამ ქერცლავების გამოყენება. ეცადეთ, რომ ძალიან ნაზი, ძალიან რბილი სკრაბები გამოიყენოთ. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ აუცილებელია თიხის ნიღაბის გამოყენება. რა თქმა უნდა, სასურველია რომ იყოს ეფექტური და კარგი ხარისხის ორივე, რადგან თიხის ნიღაბი ჩადის ფორებში და ფორის სიღრმიდან იღებს ჩარჩენილ ცხიმს.
ამით დავასრულეთ მეორე ეტაპი. ესე იგი, დაბანა დილასაღამოს, აქ ერცვლა კვირაში ორჯერ სკრაბით და ფორების ამოსუთავება ტარიუჯედებისგან და ცხიმისგან თიხის ნიღაბით კვირაში ორჯერ. გადავედით მესამე ეტაპზე. ეს გახლავთ ტონიზირება. როდესაც ვიბანთ პირს, შეგიმჩნევიათ, რომ დაბანის შემდეგ სახე იმღვრება, ჭრელდება და გვაქვს საშინელი დისკომფორტის შეგრძნება, თითქოს რაღაც ჩამოგვხსნეს სახიდან. ეს ხდება იმ მიზეზით, რომ დაბანის შემდეგ სახის კანის დამცავი pH-ის ბალანსი, ანუ მჟავატუტოვანი ბალანსი, რომელიც ჩვენს კანს იცავს ბაქტერიებისგან და სხვადასხვა ზემოქმედებისგან, დასაბა საშუალებების მეშვეობით დაიკარგა, მოიხსნა სახიდან და იმისთვის, რომ კანი დაწყნარდეს და დაცული იყოს ბაქტერიებისგან, უნდა ავადგინოთ მჟავატუტოვანი ბალანსი და ამისთვის საჭიროა ტონიზირება. ეს გახლავთ ტონერი, სითხეები რომ არის, აი ბამბით წასასმელი, აი დაახლოებით მსგავსი პროდუქტი. აი ესეთი ტონერი აუცილებელია, რომ შემოიტაროთ სახეზე ბამბით დაბანის შემდეგ და მხოლოდ მერე იგრძნობს კანი კომფორტულად თავს. გარდა მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენისა, ტონერი ხურავს დაბანის შემდეგ ღიად დარჩენილ ფორებს. გადავიდეთ ახლა მეოთხე ეტაპზე, ეს გახლავთ დატენიანება. დატენიანებაც რამდენიმე სახის არსებობს ესენციის სახით, შრატის სახით, კრემის სახით, ლოსიონის სახით და უამრავი ფორმის დამატენიანებელი საშუალებები არსებობს. პირველ რიგში ვიყენებთ თხელდამატენიანებლებს და შემდეგ სქელდამატენიანებლებს, გულისხმობ შრატებს და კრემებს. შრატი უნდა გამოვიყენოთ კრემამდე და შემდეგ წავისვათ კრემი. ეხლა მკითხავთ, რა საჭიროა შრატი და რა განსხვავებაა კრემსა და შრატს შორის. კრემისგან განსხვავებით, შრატი ჩადის კანის ქვეშ ძალიან ღრმად, ხოლო კრემი კანზე ზედაპირულად გამოიყენება. კრემი არის ზედაპირული დაცვა კანის და დატენიანება, რაც გულისხმობს პრევენციას. მოკლედ რომ აგიხსნათ, კრემს ვიყენებთ იმისთვის, რომ არ დავბერდეთ მალე, ხოლო შრატს ვიყენებთ იმისთვის, რომ უკვე გაჩენილი დაბერების ნიშნები ალაგდეს და ვუმკურნალოთ. შრატში შედის ზუსტად ის მინერალები და ვიტამინები, რომელსაც ვკარგავთ ასაკთან ერთად. დატენიანება მხოლოდ სახეს არ ეხება, თვალების ირგვლივაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებლები. რა თქმა უნდა, სახეს როცა ვახსენებ, ესეც მინდა რომ კარგად დაიმახსოვროთ, რომ სახე იწყება აქ, შუბლის დასაწყისში და მთავრდება აი აქ, დეკოლტეს დასასრულს. აი ეს გახლავთ სახე. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ სახე არის ეს და კოსმეტიკურ საშუალებებს გამოიყენებთ, აი ასე, ან ასე, გამოდის, რომ სხვა ზონები გაყიდის თქვენ ასაკს. სახე იქნება კარგ მდგომარეობაში, ხოლო ყელი და დეკოლტე, რომელიც არანაკლებ სწრაფად ბერდება, იქნება ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომ არ დაგენანოთ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება თლიან სახეზე. გადავედით მეხუთე ეტაპზე. ეს გახლავთ დაცვა. დაცვაში ბევრი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როგორც ვახსენეთ, პირველ ვიდეოში მზის დაბერების შესახებ, პირველ რიგში გვჭირდება მზისგან დაცვა. მზისგან დამცავებს შეიცავს კრემები, ხოლო თუ სისტემას ვყიდულობთ, შეიძლება შეიცავდეს შრატი. ან შეიძლება საერთოდ ცალკე სახით იყოს მზის დამცავი, მნიშვნელობა არ აქვს, თავარია გამოვიყენოთ და როგორც თქვენ გეკომფორტულებათ, იმ სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ. არსებობს ძალიან დიდი მიზეზი კანის დაბერების, ყველაზე ძლიერი მიზეზი, რაც ჩვენს კანს აბერებს და რომლის საწინააღმდეგო პროდუქტი შექმნა მხოლოდ ერთადერთმა კომპანიამ, რომლის შესახებაც მინდა ცალკე ვიდეო ჩავწეროთ, ძალიან საინტერესო პროდუქტია, ძალიან საყვარელი პროდუქტია, რომელსაც ყველა იყენებთ. თუნდაც სახის კრემი არ გქონდეთ სახში, ეს პროდუქტი ყველას გაქვთ და მინდა რომ გაიცნოთ ნომერ პირველი ტონალური კრემი მსოფლიოში, რომელიც წლებია პირველ ადგილზე დგას და რომელშიც არის მესამე ძახი ჯადოსნური ფილტრები და ამის შესახებ გეტყვით შემდეგ ვიდეოში. ფიქრობ მოკლე დროში მაქსიმალურად გადმოვეცი კანის ყოველდღიური მოვლის და რუტინის შესახებ. გაგიმხილეთ ყველა საიდუმლო, რაც ვიცოდი. ხოლო რაც შეეხება პროდუქტებს და მის გამოყენებას, შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ, არ მინდა რომ თავი მოგაბეზროთ და ხანგრძლივი ვიდეოებით დაგვტვირთოთ და ელოდეთ შემდეგ ვიდეოს. იმედი მაქვს მოგეწონათ და აუცილებლად გამოწერეთ ჩემი გვერდი, აუცილებლად მოიწონეთ და თუ შეძლებთ გააზიარეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ჩემს წინა ვიდეოს მოწონებები აქვს ბევრი, არხიც გამოიწერა ბევრმა და გამიხარდება თუ კიდევ უფრო მეტი შეძლებთ ჩემი არხის გამოწერას.